23 აპრილი, ხუთშაბათი, დილის 10 საათი. ველოდებით შემოსავლების სამსახურის უფროსს. მძღოლი ბრძანებას იღებს და სავარაუდოდ შაბათის ეთერისგან თავის ასარიდებლად სადარბაზოდან პარკინგზე ინაცვლებს. დაჩი ბერაია ცდილობს ტერიტორია ისე დატოვოს, რომ კითხვები ვერ დაუსვათ. ბატონო დაჩი, ესე უნდა დაგვემალოთ და გაიბაროთ. ეიცი ეკაც, რაზგებარი, სამებარები, გაყარბის რა მეტყობა ხო, მე სამე გაყარბოს გავარ. სადარბაზოდან არ გამოხვედი. არა, სადაც მეკითხა, შენ კითხავ, შეიდან გამოვა. რომ დაატარებთ მძღოლს 1 საათია სიცხვილია მართლა. რა მძღოლს დავატარებ, თქვენ რები გელანდება, ფელი ცხოვრება გამოსულიყავით და აგერ იმალებოდით სარდაფში დაგინახეთ. სადაც მე იქ ჩამოვედი. ბიძინა ივანიშვილის ბანკში ბერაიას ცესხები და კრედიტები ეპარა. შემდეგ იყო ივანიშვილის პარტიის დეპუტატი. ახლა კი იგივე გუნდმა ქვეყნის შემოსავლების სამსახურის უფროსად გაამწესა. ბერაიას დაქვემდებარებული უწყების მოვალეობა ბევრ სხვა საქმესთან ერთად მისი დამსაქმებლის სახელთან დაკავშირებული ქართულ ფონდის ანგარიშების მონიტორინგიცაა. ორი თვე მოგწერეთ თქვენ სამსახურს. ქართულ ხო იცით ბატონ დაჩი? რა თქმა უნდა, 16 წელი ვიმუშავე ქართულში. 16 წელი ხო და ქართულ ანგარიშები რომ არ ქვეყნდება აჯარიმებთ ბატონო დაჩი? უკვე 5 წელია დეტალური დოკუმენტები არ ქვეყნდება. არ ვიცით ვისში აქვს ქართულ ფონდში ფული და შემდეგ რაში იხარჯება. ჩნდება კითხვა, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საზოგადოებაში პოზიციონირებს როგორც ქველმოქმედი, რა აქვს დასამალი. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართულს ბოლო ანგარიშგება 2021 წელს აიტვირთა. ანუ ქართულ ასეთი მნიშვნელოვანი ამბავია თუ ის მდგომარეობიდან გამოდიხარ? საერთოდ არ პასუხობ. ხედავ რომ არ პასუხობ. საერთოდ არ პასუხობ. ქართულ კი არა, რაზეც იმიტომ რომ კანონგვერში გამოაცხადეთ ბიძინა ივანიშვილი, ანუ ქართულს არ ევალება ანგარიშების წარდგენა ბატონ დაჩი? მომისმინე კარგად. როგორც ყოველთვის დღესაც არანაირი სურვილი არ მაქვს უპასუხოთ თქვენს ტელევიზიას. არ მაქვს ვალდებულება. არსებული კანონმდებლობის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს, ანუ დაჩი ბერაიას სამსახურს, ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული შემოსავლების, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით. ამ დათქმას ბერაიას დაქვემდებარებული უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომლის ყოფილი შეფიც კანონს უკვე 5 წელია არღვევს და ამის გამო მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. 5 წელია ანგარიშებს რომ არ აქვეყნებს თქვენი ყოფილი შეფი, რატომ არ გაქვთ რეაგირება ბატონ დაჩი? ვალდებულება რომ გიპასუხო და არც სურვილი. ბატონ დაჩი, თქვენ გაქვთ ვალდებულება საჯარო მოხელე ხართ სამსახურს ხელმძღვანელობ, რომელსაც ევარე სასამართლოზე გააქვია თუ რამე ვალდებულება. თქვენ მითხარით, რატომ არ მაძლევთ უბრალოდ? გაქვთ გამბედაობა რომ მითხრათ? თუ რამე ვალდებულება მაქვს და არ ვასრულებ, შეგვიძლია სასამართლოზე. არ ასრულებთ 5 წელია ქართულ ანგარიშები არ გამო სასამართლოში მიშვებთ. ხო, მიწევს. რატო თქვენია სასამართლო და იმედიანად ხარ? შემოსავლების სამსახურის უფროს მხოლოდ მას შემდეგ მივაკითხეთ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის მისაღებად, რაც შაბათის ეთერმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კანონით გათვალისწინებულ ყველა წესს უშედეგოდ მიმართა. ფინანსთა სამინისტროს 24 თებერვალს მივწერეთ. თავი შეკითხვა იგივე იყო, ვინ რიცხავს ფულს ქართულში და სად მიდის ეს ფული. დაახლოებით რამდენ ხანში დამიბრუნდებიან არ იცით ხო? 10 სამუშაო. მადლობა. წერილის დატოვებიდან 2 თვის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროდან არავინ დაკავშირებია. იყო თუ არა უწყების უმოქმედობის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. ყველა გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ სამთავრობო კვარტალში, გორგასლის 16 ნომერში 22 აპრილს ისევ მივდივართ. გამარჯობა, თქვენ დამეხმარებით. გონი თქვენთან დავტოვეთ, თქვენ ხორცანდებით შორენა კობახიძე. კი ბატონო. აი 24 თებერვალს დავტოვე წერილი და არანაირი პასუხი არ მაქვს და ხარ შეგიძლიათ მოიკითხოთ რატომ დასჭერდა ამდენი დრო. შემოსავლებშია გადაცემული? ანუ ფინანსთა სამინისტრომ გადასცა შემოსავლებს? დაეწერა შემოსავლებს. ბერაიას გადაეწერა. ისე 24-ში. 24-შივე ბერაიას გადაეწერა, მადლობა. აქ შევიდე? დიახ, ხო. შემოსავლების სამსახურის კანცელარიიდან მხოლოდ ერთი სიახლე გამოვიტანეთ. დოკუმენტს თურმე უწყების ხელმძღვანელი ბერაია 10 მარტს გაეცნო, თუმცა მას შემდეგ ამ საქმეს წინსვლა აღარ ჰქონია. განიხილება ხელმძღვანელობაში. 10 მარტი ხო, როგორც ხედავ? განხილვაში. ხო, ანუ თებერვლის შემდეგ განიხილეს და 10 მარტს რაღაცა ძვრა აქვს, ხო? კი, განხილვაში არის რა თქმა უნდა, მაგრამ შედეგზე ვის უნდა მივმართო ახლა როგორ უნდა მოვიქცე? არ ვიცი, ერთადერთი ცხელხაზე უნდა დავიკო.
პასუხისძიებაში ვინ გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი კანონგარეშედ მესამედ გვამის ამართებენ. ამჯერად შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე. აქაც რაც შევიტანეთ, ისევ ის გამოვიტანეთ. შიდა ასე ვთქვათ სტრუქტურულ ერთეულებთან მიმართებაში არის ასე ვთქვათ მიმოწერები და ანუ საბოლოო ჯამში პასუხი ვინც დაგაგცეთ, ანუ ამ კუთხით მივაწვდი ინფორმაციას, რომ დაგწერთ ჩვენ და ითხოვთ განმარტებას. ანუ ეხლა ისე უნდა დაგელოდოთ მეორე თვე როდის დამიკავშირდება ვინმე? ან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მე მითხრეს კანცელარიაში და თქვენ მიპასუხებდით რა ეტაპზე იყო ეს საქმე და გამოდის რომ ვერც თქვენ ვერ მიპასუხებთ, ხო? დავაფიქსირებ, რომ ითხოვთ უშუალოდ დაკავშირებას და რა თქმა უნდა. მე ვერ შეგვიძლია. ბიძინა ივანიშვილმა ფონდის ჩაკეტვა 2021 წლის შემდეგ გადაწყვიტა. ეს ის პერიოდია, როცა ოლიგარქი მისთვის დაწესებულ არაფორმალურ სანქციებსა და საკუთარი მილიონების გაყინვაზე ელაპარაკდა. მალევე დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომიც. საჯარო წყაროებში გამოითქვა არაერთი მოსაზრება, რომ ფონდი ამ დროიდან საეჭვო ფულის შავ ყულაბად იქცა და ამ ყულაბაში ჩაყრილი მილიონების წარმომავლობის გამჟღავნებასაც გრიფი ამიტომ დაედო. შაბათის ეთერისთვის ცნობილი ხდება, რომ ოლიგარქი ერთადერთი ბენეფიციარი არ არის. დიდი ფული ამ ფონდში ჩარიცხული აქვს ოთარ ფარცხალაძის გარემოცვასაც. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფულის ნაწილი, რომელიც სუსმა, ფარცხალაძის მარჯვენა ხელის, მიხეილ ჩოხელის საბანკო სეიფის ჩხრეკის დროს ამოიღო და გვაჩვენა, გამოძიების დაწყებამდე ქართულ ფონდში შეიტანეს. საუბარია დაახლოებით მილიონზე. ეწევდა თუ არა მიხეილ ჩოხელის საქველმოქმედო საქმიანობას? ამასთან დაკავშირებით სიმართლე გითხრათ, ჩვენ რაიმე სახის ეს ცდება სამართლებრივ ფორმატს. გაგი მოსიაშვილი მიხეილ ჩოხელის ადვოკატია. ის ამტკიცებს, რომ ფული, რომელიც კოლცენტრების საქმის ფიგურანტის საბანკო ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ლეგალური იყო. ჩვენ მოსიაშვილს ვკითხეთ. ლეგალურად ნაშოვნი ფულის ნაწილი გადარიცხა თუ არა ჩოხელმა ოთარ ფარცხალაძე რომანოვის დავალებით ივანიშვილის ქართულ ფონდში. მართლა ვერ გამორიცხავ სიტყვა ამას, მაგრამ რომ საქმეში რაიმე სახის ამგვარი მასალა იყოს, ფაქტობრივად მისი გასაჯაროების უფლებამოსილებისგან ჩვენ შეზღუდულები ვართ. ოთარ ფარცხალაძის გარემოცვა და მასთან დაკავშირებული პირები, ბიზნესმენები, ვინ რამდენს რიცხავს მილიარდერის ფონდში და რა წარმომავლობისაა ეს თანხა. კონფიდენტის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩნდება ეჭვი, რომ ბიზნესის ნაწილი ივანიშვილის კეთილგანწყობის მოპოვება სწორედ ამ გზით ცდილობს და ოლიგარქთან წილი ბიზნესიდან ფონდის შემოწირულობების ფორმით მიდის. რადგან ეს კითხვა არსებობს, ამიტომ ქართულ ფონდში მივდივართ. იგივე კითხვებით, ვინ არიან შემომწირველები და რას ხმარდება შეგროვილი მილიონები. რეგისტრაციის ნომერს მომცემთ თუ როგორ გავიგებ? რეგისტრაცია. აბა, როგორ ტარდება, იქ განიშნავენ ყველა შემოსულ წერილს. დაახლოებით რამდენ ხანში არის ხოლმე რეაგირება თუ როგორ გავიგებ? ტელეფონი მითითებული მაქვს. არ ვიცი, სუპერმარკეტში ჩატარდება. ორთვიანი მსჯელობის შემდეგ საქველმოქმედო ფონდ ქართულში გვიპასუხეს, რომ ჩვენთვის არც შემომწირველებზე აპირებენ ინფორმაციის მოწოდებას და არც დახარჯული ფულის მიზნობრიობის შესახებ. ოფიციალურ პასუხს არ მიიღებთ, იმიტომ ჩვენ არა ვართ საჯარო მოხელეები, ჩვენ ვართ კერძო სტრუქტურა და გვაქვს უფლება ან გაგცეთ პასუხი, ან არ გაგცეთ. ანუ არ გამცემთ პასუხს, ხო არა გვაქვს უბენი. ისე ხომ არ არა, არაფერი, ვალდებულება არ აქვს, ჩვენ შეგვიძლია ან გაგცეთ, ან არ გაგცეთ. ამ შემთხვევაში პასუხს არ აქცევთ. კი, ეს ჩხეტიანმა გითხრათ? ნიკოლოზ ჩხეტიანი საქველმოქმედო ფონდ ქართულს გამგეობის თავმჯდომარეა. მან ყველაზე კარგად იცის, რომ ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, საჯარო ინფორმაციაა და ამის შესახებ მის მართვაში არსებული ფონდი ანგარიშებს შემოსავლების სამსახურში ყოველწლიურად უნდა აქვეყნებდეს. თუ აქ საეჭვო ფული არ ბრუნავს, რატომ შეიძლება საქველმოქმედო ფონდი კეთილი საქმეების დამფინანსებლებისა და მათი ფულით გაკეთებული საქმეების ჩამონათვალს მალავდეს? შესაძლებელია საქველმოქმედო ფონდში თეთრდებოდეს ან ექცეოდეს ის თანხები, რომლებიც ეკუთვნის არამხოლოდ ივანიშვილს, არამედ მის მეგობრებს და პარტნიორებს რუსეთში, რუს სანქცირებულ ბიზნესმენებსაც და შესანიშნავი საფარია საქველმოქმედო ფონდი, ის მიერ მიტაცებული მარიონეტული სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები ასევე პირდაპირ არღვევენ კანონს და უარს ამბობენ საჯარო ინფორმაციის სახით გასცენ
საქველმოქმედო ფონდ ქართულს წლიური ანგარიშები, რომელიც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არის საჯარო და ყველას შეგვიძლია რომ მას ვეცნობოდეთ და ვალდებულება არის ეს საქველმოქმედო ფონდის. თუ დასამალი არაფერია, თუ წმინდა ქველმოქმედებასთან გვაქვს საქმე, მაშინ რას მალავს ან ივანიშვილი, ან სახელმწიფო ივანიშვილის მითითებით, რატომ არ აცნობენ ამას საზოგადოებას და რატომ არ ამაყობენ ამით, როგორც ზოგადად უყვართ საზოგადოებისთვის დაყვედრება, რომ თითქოს უპრეცედენტო ქველმოქმედზე საუბრობდეთ. სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი. ფონდებს, რომლებიც საქართველოში მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებს ეხმარებიან, გამოძიების ქვეშ აქცევენ და აყადაღებენ. ივანიშვილის ფონდზე კი კითხვაც არ ისმის. თუმცა მილიარდერს ერთი შეცდომა მაინც გაეპარა. მისივე თანაინვესტირების ფონდის ანგარიშებში ჩაწერეს, რომ სესხს ქართულ ბანკიდან კი არა, საქველმოქმედო ფონდ ქართულიდან იღებენ. ამ ჩანაწერმა და დასახელებული მილიონების ბრუნვის ამბავმა ნათელი გახადა, რა ინიღბება ქველმოქმედების სახელით. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 500 მილიონი ლარი, ფული, რომელიც უნდა მოხმარებოდა ქველმოქმედებას, ანუ იმ საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს გვაქვს, მაგალითად თუნდაც დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების, ოჯახების დახმარებას, ან სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებას, რასაც ქველმოქმედება ჰქვია, თურმე ხმარდება ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის დეველოპერული ბიზნესის და სასტუმროების მშენებლობას და ოპერირებას. კანონმდებლობის და წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით ეს პირდაპირ არის საფუძველი საქველმოქმედო ფონდის დალიკვიდირების, იმიტომ რომ ეს არსებითად ნიშნავს, რომ საქველმოქმედო ფონდი გადასულია სამეწარმეო საქმიანობაზე, მოგების მიღებაზე და ვინ არის ამ მოგების მიღების ბენეფიციარი, ალბათ რიტორიკული შეკითხვაა და საზოგადოებისთვის ნათელია, მას უნდა შეუწყდეს ის საგადასახადო შეღავათები, რომელსაც საქველმოქმედო ფონდის სახელის გამო იღებს და რეალურად აწარმოოს კი ბატონო ბიზნეს საქმიანობა ივანიშვილისთვის. წესდების თანახმად, ივანიშვილის დაფუძნებული ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ქვეყანაში კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და რეგიონალურ განვითარებას. თუმცა ახლა ვიგებთ, რომ მილიარდერის ფონდმა სესხების გაცემაც დაიწყო, თანაც საკუთარი თავისთვის. 452 მილიონი რისთვის აიღეთ ფონდმა, რომლის დირექტორის თქვენ ხართ სესხი? გაცრავად. დიახ. რა თქვენი საქმე? სესხი საქველმოქმედო ფონდს რატომ გამოართვეთ? გამატარეთ. ბანკი არ არსებობს, ბატონო გიორგი. გამატარებთ აუცილებლად. ბანკს რატომ არ მოსთხოვეთ? გამატარეთ. ბიძინა ივანიშვილი იაფ ფულს ხელისუფლებაში მოსვლამდე საქართველოს მოქალაქეებს პირდებოდა. ახლა კი ირკვევა, რომ იაფ კრედიტს საქველმოქმედო ფონდიდან მისივე სასტუმროების მმართველ კომპანიაზე გასცემს. თანაც საბაზროზე ბევრად იაფად, წლიურ 7%-ად. იცით ეს რა ფულია, ბატონო? გამატარეთ. სხვა პასუხი არ გააქვთ? გაგეცი მე უკვე პასუხი. რა არის პასუხი? რომ უნდა გამატაროთ. ეს ტურიზმის ფონდის აუდიტორული შემოწმების დოკუმენტია და იმ ფონდის ფინანსურ მდგომარეობას ასახავს, რომელსაც საქველმოქმედო ფონდმა 9 მილიარდამდე იაფი ფული მისცა. სესხის მიმღები კომპანიის ზარალი 2023 წელს ამავე დოკუმენტის მიხედვით რამდენიმე მილიონი ლარი იყო. 2024 წელს კი ზარალი გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა. არც მეთქი პასუხი. რატომ არ გაქვთ პასუხი? არ არის თქვენი საქმე და ეს არის მხოლოდ თქვენი პასუხი. ეს არის ჩემი პასუხი. როდის იყო საქველმოქმედო ფონდი გასცემდა სესხებს, ბატონო გიორგი? ეს რა ფულია, იცით საერთოდ? ყველაფერი. შავი ფული ხო არ არის, ბატონ გიორგი, შემთხვევით? ან რატომ არ აქვეყნებს საქველმოქმედო ფონდი ანგარიშგებებს? რა ფულია, წარმოდგენა გააქვთ სესხირით წაიღეთ? რატომ გაიცა სესხი საქველმოქმედო ფონდიდან და არა კომერციული ბანკიდან? მით უფრო რომ ბანკიც და ფონდიც ბიძინა ივანიშვილთანაა კავშირში. რა ფულია ეს 9 მილიარდი, რომლის წარმომავლობაზე საუბარიც ივანიშვილს არ უნდა? არსებული კანონმდებლობის მიუხედავად ამ ინფორმაციის წარდგენას ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ვერც ოცნებას დაქვემდებარებული უწყებების თხოვენ. აქ შეიძლება იყოს ფულის გაცეცხლების ან შავი ფულის ლეგალიზების და უკანონო მიზნებისთვის გამოყენების ნიშნები. მიყო დრო, როდესაც ქართულ ფონდის დაფინანსებული პროექტების შესახებ ასე თუ ისე იცოდა მოსახლეობა, რადგან ეს იყო ქველმოქმედების, ნამდვილი ქველმოქმედების პროექტები, თუმცა ბოლო წლებში არანაირი ინფორმაცია ამაზე არ არის. ამიტომ არ ვიცით რა ხდება აქ. საქველმოქმედო ფონდი ზოგადად საერთაშორისო გამოცდილებაც ასეთია, რომ ოლიგარქები ძალიან ხშირად იყენებენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს საკუთარი უკანონო, ესე იგი, თანხების და უკანონო ტრანზაქციების შესანიღბად. ეს ძალიან ცნობილი სქემა არის, რადგან საქველმოქმედო ფონდს ჯერ ერთი რომ გადასახადებისგან შეღავათი აქვს, როგორც წესი და ჩვენთანაც ასეა, ამიტომ გადასახადების გვერდის არიდების ფაქტორიც არის აქ.
საქველმოქმედო ფონდი აქვს ივანიშვილის მეგობარ ბიზნესმენსაც. ლაშა ბაბაშვილს ვეკითხებით, მაგალითად ის თუ გასცემს ფონდიდან პროცენტიან სესხებს მისივე ბიზნესისთვის. სესხების გაცემა თუ შეუძლია ბატონ ლაშა საქველმოქმედო ფონდს? საქველმოქმედო მარტო ქველმოქმედება. სესხი და პროცენტი თუ მიიღო რა ქველმოქმედება. აი ქართულ გასცადა იმედო. ვინ არიან ქართუს ბენეფიციარები და ვინ წირავს სინამდვილეში ფულს ოლიგარქის ფონდს? ქვეყნის შიგნით პირველ რიგში ეს კითხვა მსხვილ ბიზნესმენებთან ჩნდება. ადამიანებთან, ვისაც შემოწირულობის გაკეთების ფინანსური რესურსიც აქვთ და ფონდის დამფუძნებლის მიმართ კეთილგანწყობაც. საქველმოქმედო ფონდ ქართულში თუ ჩაგირიცხავთ ფული? საქველმოქმედო ფონდ ქართულში როგორ და ჩავრიცხო, როდესაც საქველმოქმედო ფონდი ქართულ თვითონ არის ქველმოქმედი და ხომ არა შემომწირველები ხო ყავს ისე ხო? სამაგალითო ქველმოქმედია მაგრამ შემომწირველები ვინ ყავს ბატონ ზურა? მაგითო ვკითხულობ, დამალულია ეს ინფორმაცია და ამიტომ ვკითხებ, თქვენ ხომ არ ხართ ერთ-ერთი? არა, საკმაოდ დიდი შემომწირველი ყავს. ვინ ხომ არ იცით? არა, მე. არ იცით? ჩემზე უკეთესად იცით. არა, დამალულია ბატონ ზურა. ქართულ ზოლანგარიშებში, რომელიც ჯერ კიდევ საჯარო იყო, ვკითხულობთ, რომ ფონდის შემომწირველები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები არიან. უცხო ქვეყნიდან ფულის მიღება კი ახლა ხანს ოცნების მიერ ამოქმედებული რეპრესიული კანონის მიხედვით იგრძელება. ან აგენტების სიაში დარეგისტრირებას ითვალისწინებს. ქართულ გრანტების რეესტრში არ იძებნება. ხუთიდან მიღებული ეს შემოსავალი ექვემდებარება ესე იგი ნებართვის აღებას ჯერ ქართული ოცნებისგან და შემდეგ რეესტრში რეგისტრირებას. ეგრეთ წოდებულ გრანტების რეესტრში. გრანტების რეესტრში ჩვენ ვნახოთ ქართულ ფონდი არ არის რეგისტრირებული. კანონში არანაირი გამონაკლისი არ არის საქველმოქმედო საქმიანობის ნაწილში, ამიტომ კანონი ამ ფონდს ეხება და ის არამხოლოდ გამჭვირვალობის ნაწილში არღვევს კანონს, როდესაც ფინანსურ ანგარიშს არ აქვეყნებს ფონდი, არამედ ახალ რეპრესიულ თავისივე კანონებს არ ასრულებენ. თუ ივანიშვილის ფონდში ბიზნესიდან ამოღებული მილიონები არ ბრუნავს, რომელიც შემდეგ ოლიგარქის წამგებიანი ბიზნესების გადარჩენას ხმარდება, მაშინ რატომ იმალება ასე საგულდაგულოდ საქველმოქმედო ფონდის ანგარიშები? ორთვიანი ლოდინის მიუხედავად ფინანსთა სამინისტრომ ფორმალური პასუხიც კი არ მოგწერა. რატომ არ გვაძლევთ პასუხს ბატონო ლაშა? ქართულთან დაკავშირებით მოგწერეთ 6 წელია უკვე ანგარიშებს აღარ აქვეყნებს საქველმოქმედო ფონდი. ვითხოვეთ სწორი ფორმით, დიახ. არის ინფორმაცია, რომელიც არის საგადასახადო საიდუმლოება, არის რომელიც არა, არ არის საიდუმლოება, ანგარიშგება ხო საჯაროდ ვრცელდება, ბატონ ლაშა, ძალიან კარგად ვიცით ეს როგორც ხდება. რატომ იმალება, რა ფული ტრიალებს, ასეთი რისი გამჟღავნებაც არ უნდათ. ან იქნებ თქვენამდე მოდის და თქვენ აღარ აქვეყნებთ, ბატონ ლაშა, არ გაქვთ პასუხი ამაზე? რა მადლობა, ბატონ ლაშა, მიპასუხეთ. გამოდის, რომ საკუთარ წამგებიან ბიზნესს ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდიდან 9 მილიარდი მისცა. ქველმოქმედებისთვის კი 2 წელიწადში მხოლოდ 15 მილიონამდე დახარჯა. 2023 წელს 9 მილიონ 723.000 და 2024-ში 5 მილიონზე ცოტა მეტი. არ საწერია კონკრეტულად რას მოხმარდა ეს ფული.